სიარული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, ხოლო ეკოლოგიისთვის უვნებელი აქტივობაა. ფეხით სიარული ყველას არ უყვარს და ბევრს ეზარება, ზოგს ეჩქარება ან ამინდი არ უწყობს ხელს. თუმცა ქვეითთა არმია დღეს საქართველოშიც არსებობს, მაგრამ რამდენად მოსახერხებელია მათთვის ქალაქის ქუჩები. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთავრობამ ასე თუ ისე დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში მოსახლეობა მაინც არ არის კმაყოფილი იგივე ანტისანიტარით, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ასევე მიწისა და გადასასვლელები იგივე ხიდები, რომ ეწოდება, ვერ იყენებს მოსახლეობა, იმიტომ მისი სიმაღლიდან გამომდინარე იგივე ბავშვებს, მოხუცებს ძალიან უჭირთ მათი გამოყენება. ასევე ზებრა გადასასვლელები მომრავლდა, თუმცა შუქნიშნებზე არ ხდება ავტომობილის მიერ გზის დათმობა, მათ დამიხის დათმობა და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა იქნებათ ფეხით მოსიარულეებს ქუჩაში გადაადგილებისას. ჩვენს დედაქალაქში მილიონზე მეტი მოსახლეა. მათ უმრავლესობას ავტომობილი ჰყავს. მანქანების რიცხვის ზრდასთან ერთად თავისთავად მცირდება ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა და რაც მთავარია, აშკარად ირღვევა ქვეითთა უფლებები. თუმცა რა თქმა უნდა, ამ პრობლემის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ავტომობილების რიცხვის ზრდა არ არის. უნდა ვცეთ პატივი ძღოლს, იმიტომ რომ დავიცვათ წესრიგი და გადავიდეთ იქ, სადაც არის ჩვენი გადასასვლელი ფეხით მოსიარულეების. 2 წამი როა დარჩენილი შუქნიშნამდე და მწვანეთან თემამდე ძალიან გთხოვთ და მოვუწოდებ რომ დაიცვან და დაელოდონ იმ 2 წამს და ასევე სადაც შუქნიშანი არ არის და არის ზებრა გადასასვლელი, მოვუწოდებ მძღოლებს რომ გაატარონ ფეხით მოსიარულეები, იმიტომ რომ მათი უფლებაა გადავიდნენ იმ ზებრა გადასასვლელზე. ფეხით მოსიარულეებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამიტომ მათი უფლებების ნებისმიერი მიზეზით დარღვევა შესაძლოა დიდი სკანდალის მიზეზიც კი გახდეს. მაგალითად, მრავალმილიონიან ჩინეთში მსგავს შემთხვევას ჩინოვნიკებიც ეწირებიან. რაც შეეხება ინგლისს, აქ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე სასკოლო ასაკიდან ზრუნავენ. ძალიან კანონმორჩილი ხალხია, ასე ვთქვათ, ინგლისელები და აბსოლუტურად ჰარმონიულად გზავრობენ, არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, არის კანონმორჩილი მძღოლი და არის კანონმორჩილი ფეხით მოსიარულე. საქართველოში კი ფეხით მოსიარულეებზე თითქმის არავინ ზრუნავს, თუმცა არანაკლები პრობლემაა თავად მოსახლეობის მენტალიტეტი. დედაქალაქში ხშირად ნახავთ წითლად ანთებულ შუქნიშანზე ან მიწისქვეშა გადასასვლელიდან სულ რამდენიმე მეტრში ქუჩაზე გადარბენილ მოქალაქეს. სოციოლოგიური კვლევების და უცხო ქვეყნის გამოცდილების თანახმად აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური ფინანსური სანქციებია, თან რაც შეიძლება სოლიდური. თუ არსებული 3 ლარიანი ჯარიმა გაიზრდება თუნდაც 20 ლარამდე, ბევრმა ფეხით მოსიარულემ თქვა, რომ ჩვენ არ დავარღვევთ კანონს და დავიცავთ საგზაო საფრთხეების წესებს. 2012-13 წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება. საგზაო შემთხვევა 5359, გარდაცვლილთა რაოდენობა 605, დაშავებულთა რაოდენობა 7734. ასე რომ ქვეითად მოსიარულეებო, იარეთ ფეხით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ სახლიდან საბავშვო ეტლით გამოხვალთ ან უბრალოდ გასეირნებას გადაწყვეტთ სიამოვნებასთან ერთად პერიოდულად ბარიერების გადალახვაც მოგიწევთ.